ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე ვარ და ეხლა გავიგებთ როგორია ღვინის გემო. ეს რა არის? დაბლა არა, აქ იჯდა ადამიანი ყავა სვამდა და სიგარეტს ეწეოდა. სამზარეულოში არა, აქ იყიდით და სიგარეტს ეწევით. არ შეიძლება ეგრე. ჭერი იდეალურად გაკეთებულია, გასუფთავებულია, კედლები სუფთა და მოპირკეთებულია, იატაკი სუფთაა, გამწოვი სუფთაა. კონდენსატი არ არის. ეტყობა წყალია ჩამონასვლელი და აი კუთხეში არის ჭერის შესაკეთებელი, იმიტომ რომ ცვენა მიმდინარეობს, მაგრამ იქ ღია პროცესი არ არის და აუცილებლად უნდა შეკეთდეს. აქაც სუფთავია, ნახეთ. აი ამ ობიექტზე ნამდვილად ხდება დასუფთავება, სწორად, სისუფთავია, მაგიდა სუფთაა, ტილოები სუფთაა, მაცივარი სუფთაა, მაგრამ სტიკერები არ არის. ნუ საშინაო მაცივარი რას ნიშნავს? კერძები ქვაბებით არ უნდა იყოს შეგმული, იმიტომ რომ ძიმე მეტალებით დაბინძურების ძალიან დიდი რისკი არსებობს. უჟანგავით არის მაგიდა მოპირკეთებული და ესეც რა თქმა უნდა სწორი და კარგია. აქ არის სველი წერტილი და გასახდელი. სველი წერტილის და სამზარეულოს შორის არის პატარა სივრცე, რომელშიც გამოდის მზარეულები, ხელს ისუფთავებენ და გამოდიან. ერთადერთი აი რაც არ არის სწორი, ეს არის აი თურქული უნიტაზი, იმიტომ რომ მაინც ფეხების გინდა არ გინდა დაბინძურება სამწუხაროდ ხდება, ფიზიკურად სხვანაირად ვერ ხერხდება და მერე უკვე დაბინძურებული ფეხებით, როდესაც სამზარეულოში შემოვდივართ, ეს უკვე ძალიან ცუდია. ნამდვილად არის დასტიკერების პრობლემა ობიექტზე. ეს ძეხვი არის დაჭრილი ალბათ პიცისთვისა გაქვთ ხო დაჭრილი. ესეც უნდა იყოს აუცილებლად დასტიკერებული. სოუს რამდენი აქვს შენახვისვადა? რამდენი აქვს? ეს არ არის დღეს გაკეთებული სოუსი. არა, ნახეთ, აი ესე ნახეთ, აი. არა, და თავდახურული და მithumedes კოზი ჩატოვებული, ეს არასწორია. ღვინის გემო არის რესტორანი ლეონიძის 21B, აგერ შევდივართ და ეზოა. წვიმიანი ამინდები იყო და ამიტომ ეთყობა ალაგებულია ეხლა მაგიდები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კარგ ამიჩი აქაც არის მაგიდები და სკამები და შეუძლია მომხმარებელს რა თქმა უნდა ჩამოჯდეს და მიირთვას კერძები. ესეც თქვენი ღვინის გემო, პატარა დარბაზია, მყუდრო, თბილი, აი ნახეთ როგორი ჭაღია, ბოთლებისგან დამზადებული. უბრალო მაგიდებია. ვერაფერს ვერ ვიტყვი, სუფთა. ნახეთ, დახურული სამარილია, საპილპილე და ასევე ხელსახოცები. არც ერთი არ არის ღია მდგომარეობაში და ეს კარგია, არც მტვერი აჯდება და არც არავინ ხელით არ იღებს. ინტერიერი რა გითხრათ? აი თითქოს ოდა სახლია, ნახეთ, სარკმელი, აი როგორი. ხო, ძველებური საათი, რაღაცა პრეტენზია აქვს დეკორაციაზე და მისაღებია, რატომაც არა, ასეთიც შეიძლება იყოს, თუმცა ისევ და ისევ ვამბობ, რომ არის საკმაოდ უბრალო, უფრო რაღაც ბარის ფუნქციას ასრულებს. ჩავიხედოთ დიდ საყინულეში, სადაც არის ხორცი მოთავსებული, ბოსტნეულთან ერთად ხორცი არის კატეგორიულად აკრძალული. აი ამას შეხედეთ, როგორ არის გადმოყრილი პროდუქტი, კი ბატონო, აი ნახეთ. აი ეს ნახეთ, აი ეს შეხედეთ, აი ესეც არასწორია, აი ესეც არ შეიძლება, აი ესეც ასე არ შეიძლება. აი ეს ნახევრად შეფუთული, არაფრით არ შეიძლება. თევზი არის პარკებში მოთავსებული, ნუ არაჰერმეტულად და ნუ აი ეს არის ძალიან ცუდი ბოსტნეული და თევზი რო ერთ სივრცეში არის. ქათმის ხორცი მოხარშული, როდინდელი მოხარშულია. გუშინ წინდელი, ფიზიკურად ვერ დაიმახსოვრეს ადამიანი აი ამდენ პროდუქტს რა როდის არის დამზადებული. აი ფიზიკურად არის შეუძლებელი. წითელი რა გაქვს შიგნით ჩაყინული? ამას შეხედეთ? აი ეს არის ჯვალებინი ზუსტად დაბინძურება. ეს არის არასწორი. აბსოლუტურად არცად ვადები არ არის, სრული იგნორირება. მასტურმა, როდინდელია. არც ახალი არაა. 3-4 დღე ბასტურმა ხა მეხუმრებით 3-4 დღე ნახეთ თქვენც არ გახსოვთ. არ იქნება მეტი. ვაიმე, ჩემო ძილფასო, სუნი თუ ავიდა დაღუპული ვართ მაშინ, აი სუნი ანუ სიძველეში რო გადადი
არა, კარგი დრა. სიძველეში ფერით ეთყობა, რომ სიძველეში გადასულია. ეს არის სულ თქვენი სამზარეულო? მეტი არა გაქვთ? და პრინციპში აი ძალიან ბევრი რამეა გაკეთებული და სულ ცოტა რამ უნდა კიდე ღია ასე არ უნდა იყოს კარები არავითარ შემთხვევაში გარედან რომ რამე წერი ან რამე არ შემოვიდეს მართალია ზამთარია მაგრამ მაინც შეიძლება სხვა ობიექტებიდან ღრნელიც გადმოვიდეს და შემოგეპაროს ამიტომ აი ძალიან გთხოვთ რომ აი კარები ეცადეთ რომ ბადე მაინც იყოს დაცული აუცილებლად ალუმინის ქვაბებში არ დატოვოთ პროდუქტები და გადაიღეთ ყველგან იყოს ვადები მითითებული და საერთო ჯამში აი ყველაფერი გაქვთ იმისთვის რომ კარგად იმუშაოთ სუფთად იმუშაოთ პრინციპში ბევრ რამეს აკეთებთ და ეცადეთ რომ კიდე უფრო მეტი მარჟა დააკმაყოფილოთ არ ვიცით გემოზე როგორია მაგრამ რაც მთავარია ნორმალურ პირობებში აკეთებენ, როგორც ჩვენ დავინახეთ, რაც თქვენ უკვე ნახეთ. თუმცა შენიშვნები იყო მადონას მხრიდან და ვიცი რომ აუცილებლად ყველაფერი გამოსწორდება. დანარჩენზე რა გითხრათ? ესეთი მოკრძალებული, მაგრამ საკმაოდ სუფთა და სიმპათიური ობიექტია ღვინის გემო ლეონიძის 21B.